ამ ჩანაწერს თუ ხედავთ, დიდი ალბათობით დაკავებული ვარ. მხოლოდ სუსი ხედავს. არ არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე დრონვის საკითხი, ეს ჩანაწერი არანაირად არ უშლის სახელმწიფო უსაფრთხოებას ხელს. მე უბრალოდ ჩემ სიტყვის თავისუფლებას არ აღვავთ და ერავით ჩემს პირად ცხოვრებაში. მე არ წარმოვადგენ არც ერთ ოპოზიციურ პარტიას, არც ერთ NGO-ს, არ ვარ ასოცირებული მათთან, არანაირი შეხება მათთან არ აქვს. არავინ არ იცის ჩემი მოქმედებების შესახებ, ჩემი გეგმების შესახებ. ყველაფერი რასაც მოვაკეთებ არის მხოლოდ ჩემი და მეტი არავის პასუხისმგებლობა. მოდი შემინდა მოვუხადო ყველას, ვისაც დისკომფორტი შეუქმენი ან შეუქმნი და რა თქმა უნდა განსაკუთრებით დიდი ბოდიში ჩემს ოჯახს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დისკომფორტი იქნება მინიმალური, თუმცა რა თქმა უნდა მოსალოდნელი არა ეგრე არ იყოს. მეტად დიდი ბოდიში ყველას. არავის შეწუხების სურვილი არანაირად არ მაქვს, უბრალოდ ამას იმიტომ ვაკეთებ, ვფიქრობ, რომ ჩემი და ყველა საქართველოს მოქალაქის პასუხისმგებლობა ვიზრუნოთ ქვეყნის მომავალს. როცა ვახსენებთ ქვეყნის მომავალს, თავისუფლებას, მოუკიდებლობას, ეს ხო რაღაცა მითიური ცნება ხო არ არის. ეს არის რეალური რამ, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აქვს შეხება. ყველას ყოველდღიურ ცხოვრებაზე აქვს გავლენა. და ამიტომ ყველას პასუხისმგებლობა ამ მომავალზე ზრუნვა. ყველას ჩვენი წელი პასუხისმგებლობა გვაქვს და ისეთი რომელსაც ვერაფერი ვერ გააქრობს, ანუ მუდმივად იარსებებს. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება ის, რაც ჩვენ მომავალში იქნება, ჩვენ შემდეგი თაობები რა ქონა ცხოვრობენ, ეს ჩვენზე იქნება. ისევე როგორც იყო ჩვენ წინაპრებზე ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს. ეს პასუხისმგებლობა ვრცელდება ნებისმიერზე, ნებისმიერ ჯგუფზე ადამიანების. შეიძლება მსმენია, რომ სტუდენტებს მეტი ვალდებულება აქვთ, რომ უფრო მეტად იაქტიურონ. ალბათ მეტი ვალდებულებაც აქვთ და მეტადაც შეუძლიათ, რომ იაქტიურონ, თუმცა მშობლებს არა გვაქვს მსგავსი ვალდებულება, ჩვენი შვილების მომავალი. ის ყოფა რაშიც ჩვენი შვილები იქნებიან, ეს ჩვენი ვალდებულება არ არის. ის ქვეყანა, რა ქვეყანასაც ჩვენ შვილებს ვუტოვებთ მომავალში. იმაზე უარეს ქვეყანა იქნება, რომელშიც ჩვენც ვცხოვრობთ. არა ეს ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ, არც ეგ არ იყო სამოყვარი ქვეყანა. რაც თავი მახსოვს, მუდმივად ამაზე ქონდა საუბარი, რომ გვინდა დამოუკიდებლობა, გვინდა წინსვლა, გვინდა კეთილდღეობა და აი ეს ქვეყანაც კი აღარ იქნება ეგეთი. იმიტომ რომ ბევრი რაღაცა, რომელიც რაღაც სიკეთეები, რაც ჩვენ ქონდა, თუნდაც ამათი მმართველობის, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, ისინიც იკარგება. აი უზრუნველიზაცია იქნება თუ ბევრი სხვა რაღაცა, რა სიკეთე ჩვენ ქონდა, ეგენიც კი იკარგება და ჩვენ შვილებს კაი შანსია, რომ მაგაზეც ვნომაც არ ექნება ამ სიკეთეებზე, რაც ჩვენ ქონდა. ეს ხო რაღაცა ტრივიალური სიკეთეების დაკარგვა ხო არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა იკარგება ჩვენი ქვეყნისთვის და არ გულისხმობ მხოლოდ ვიზუალიზაციას, გულისხმობ ბევრ სხვადასხვა საკითხს. რომელიც ჯამში ძალიან არსებითად სულის ყოველდღიურ ყოფას. ჩვენი შვილების, ჩვენი ძმის შვილების, დის შვილების, მეგობრის შვილების, სრულად უცხო ადამიანის შვილების, ისევე როგორც ჩვენი სიკეთეები იკარგება. და ეს სიკეთეები იკარგება იმის გამო, რომ ეს მიმდინარე რეჟიმი უბრალოდ ხაზს უსვამს იმ ქმედებებს, რაც ჩვენმა წინაპრებმა ჩაიდინეს და რითაც ჩვენი ქვეყანა რაღაც დონეზე არსებობს. რითაც დღემდე ვართ და შეგვიძლია ხმის ამოღება და თქმა იმისი, რომ ჩვენ უკეთესი მომავალი გვინდა. ჩვენ შვილებს უნდათ უკეთესი მომავალი. ჩვენი წინაპრებიც ხო აი ამ მოტივით იბრძოდნენ, ხო, რომ შვილებს ქონოდათ უკეთესი მომავალი. და ეს რაღაცნაირად წინააღმდეგობაში მოდის მიმდინარე სიკეთეების დათმობაზე, ხო, ანუ ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც აქტიურობს, ხო, ანუ რაღაცნაირად რისკავს იმას, რომ ეს სიკეთეები დაიკარგოს. დაიკარგოს ელემენტარული, თავისუფლება, ხო, აი ციხეში ჩდომა, არავის არ უნდა. არავის არ უნდა ჯარებების გადახდა. არავის არ უნდა სამსახურის დაკარგვა. რისკი ყოველთვის დგას, რომ ეს ყველაფერი დაიკარგოს. ეს მიმდინარე სიკეთე დაიკარგოს, იმის გამო, რომ ეხლა რაღაცა ხმას ვიღებთ, ეხლა აი ამ ამას ვსაუბრობ. რისკავ იმას, რომ ჩემ შვილებს მიმდინარე მომენტში შეიძლება შეექმნათ დიდი დისკომფორტი. ამოთ ჩემ შვილებს, ჩემ მეუღლეს და ჩემ ოჯახს და ყველა ჩემ ახლობელს. ანუ ეს ხო იმიტომ ხდება, რომ მომავალში რაც უნდა მიგვეღო და ის რო არ დავკარგოთ. და ის რაც ჩვენ მომავალში უნდა ქონოდა, ეს პირდაპირ კავშირში არის ქვეყნის თავისუფლებასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროინტეგრაციასთან. ეს ევროპულ ოჯახში შესვლის სურვილი
რომელიც ჩვენ წინაპრებს უკვე საუკუნეები აქვთ. ესეც ხო რაღაცა მითიური ცნება არ არის, ხო? ეს ძალიან რეალური რაღაცა არის. იმის გარდა რომ ევროკავშირში შესვლა გვაძლევს მეტ შანსს, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, უფრო მეტად თავისუფალი, სასამართლო კონდეს უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი. საბაზისო უფლებები, რომელიც უნდა ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში უნდა არსებობდეს. ამის მოპოვების გარდა ხო რეალურ შესაძლებლობას გვაძლევს. ხო არ არსებობს სხვა უკეთესი ვარიანტი ევროკავშირის შესვლის გარდა, რომ ჩვენი შესაძლებლობები იყოს მეახლოებული მაქსიმალურთან. ის ვაკეთოთ, რის ეკეთებაც ძალიან მსიამოვნებს და ამითი შესაბამისად შევძლოთ როგორც ცხოვრება, ასევე უზრუნველყოფა ჩვენი მომავლის. ეს ხო რეალური მოცემულობა არის. რეალური ხო იმიტომ არის, რომ დიდ ბაზრის ნაწილი ხვდებით, დიდი ერთიანობის ნაწილი ხვდებით, იქმნება დამატებითი შესაძლებლობები, რომელიც აქამდე არ ყოფილა. ხო იზრდება შანსი იმისი, რომ მაგალითად ღვინო გავყიდოთ. უფრო ძვირად, უფრო მეტი. იხსნება შესაძლებლობა, რომ აწარმოებთ ესეთი პროდუქტი, ამის შევთავაზოთ ერთი მსახურება, რომელიც ევროკავშირის ბაზრისთვის იქნება საინტერესო და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ეს მათ შევთავაზოთ. ან რო ვაკვირდებით ირგვლივ, ხო, ანუ დღესდღეობით ჩვენ რასაც მოვიხმართ. მუსიკა იქნება ეს, ფილმები იქნება, ტექნოლოგია, და ბევრი რამ, რასაც დღეს მოვიხმართ ჩვენ. არის ცივილიზებული სამყაროს შექმნილი. არა თქმა უნდა ყველაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა. არაუშუალოდ კომპონენტები, რისგანაც ეს კონკრეტული რამე შედგება, არამედ იდეა არის უმეტეს შემთხვევაში ცივილიზებული სამყაროს მიერ შესრულებული. და ევროკავშირში ინტეგრაცია ხო აი ამის შესაძლებლობას, რომ ჩვენ ვიყოთ არა მხოლოდ მომხმარებლები, არამედ რაღაცის შემქმნელები, ხო მხოლოდ იზრდება. ან მცირდება. ევროკავშირში შესვლის უპირატესობა ასევე მარტივად ჩანს, მაგალითად LinkedIn-ზე ვაკანსიების ათვალიერებისასაც, ხო, ანუ რომ კონკრეტულ პროფესიას არჩევ და ირჩევ ევროკავშირს, უამრავი შეთავაზებაა, უამრავი. კონკრეტულ ერთ პროფესიაზე. გიგიონაირად ვრცელდება სხვა პროფესიებზე. შეთავაზება არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, ძალიან ბევრი ტიპის შეთავაზება დისტანციურად ადგილზე. ბევრი ტიპის შეთავაზება. ერთადერთი მოთხოვნა არის, უნდა გქონდეს ევროკავშირის პასპორტი. ამის ქონის თანავე საკმაოდ იზრდება შესაძლებლობები საქართველოს მოქალაქეებისთვის. და კი, რა თქმა უნდა, ევროკავშირში შეიძლება ბევრი ცუდი რამე იყოს. ბევრად ნაკლები ცუდი, ვიდრე ამის აღიარებენ. თუმცა სიკეთეები, რაც ევროკავშირში შესვლას მოაქვს, ხო ბევრად წოვნის მის ცუდ მხარეს. და ჩვენ ხო რეალურად აი ამ რეალურ შესაძლებლობას კარგავთ იმის ამ რო გვეშინია, რაც კონკრეტული მოცემულობა გვაქვს. ამის ხელყოფა არ მოხდეს, ხო? გვეშინია ამის რომ სამსახურს დავკარგავთ, გვეშინია ამის რომ დაგვაკავებენ, გვეშინია ამ ყველაფრის. მაგრამ იმის შიშით რომ ეხლა რაც გვაქვს ის არ დავკარგოთ, მომავალს კარგავთ. ეს მომავალი არის ძალიან რეალური. და ძალიან რეალური იქნება განსაკუთრებით ჩვენი ძმების, ჩვენი დების, ჩვენი მეგობრების, სხვა ადამიანების შვილებისთვის. და ამის მისაღწევად, ხო, ანუ რომ გავზარდოთ შანსები, რომ ევროკავშირში შევიდეთ. ან ევროკავშირის რაღაცა ნაწილი გავხდეთ. ამისთვის საუკეთესო გზა რა არის? არის, რა თქმა უნდა, აზრი, რომ დავტოვოთ ქვეყანა, წავიყვანოთ შვილები, იქიდან გაიხსნას მათთვის ამ სიკეთეებზე წვდომა. თუმცა ეს შესაძლებლობაც და ეს ვარიანტიც ხო არ არის იდეალური. ჯერ ერთი ამ შესაძლებლობა მცირდება რას რო გადის. თან სოფლიოში იმიგრაციის პრობლემა მწვავეა და რას რო გადის, მხოლოდ უფრო მცირდება შესაძლებლობა, რომ იმიგრაციაში წახვიდე რომელიმე ცივილიზებულ ქვეყანაში. მაგრამ ამაზე უფრო რეალური წინაღობა, რომ უცხოეთში წავიდე და შვილების მომავლის უზრუნველყოფა მან შევძლოთ. უფრო ჩვენში იქნება. ჩვენში იქნება რა ფორმით. დღეს ეს რეჟიმი, რასაც ცდილობს, ის არის, რომ ეტაპობრივად მიგვაჩვიოს მოცემულობას ისეთ, სადაც ევროკავშირი არ იქნება. ისეთ მოცემულობას, სადაც ჩვენ თავისუფლები ვერ იქნება, ჩვენ სიტყვას ფასი არ იქნება. მაგრამ ამას აკეთებს ეტაპობრივად. და ჩვენც როცა მომავალში დავდგებით ამ საკითხინაში, რომ დავტოვოთ ქვეყანა თუ დავრჩეთ, ის კონკრეტული მოცემულობა წინა დღესთან შედარებით არ იქნება იმდენად უარესი, რამდენადაც შეიძლება ეხლა წარმოგვიდგენია. რომ დავთმოთ ის, რაც იმ მომენტში გქონდა, ძალიან გაგვიჭირდება. ამის გადაწყვეტა ძალიან გაგვიჭირდება. არა და რეალურად რომ შევხედოთ
აი რო წარმოვიდგინოთ, არის 2023 წლის დეკემბერი, ის დრო, როცა მოგწეს კანდიდატის სტატუსი. და რო წარმოვიდგინოთ მეორე დღეს, რომ ის ყველაფერი რაც ეხლა მოხდა ბოლო 1 წლის განმავლობაში, რა? ის ყველაფერი რო ერთ დღეს მოხდეს, ამდენად შოკის მომგვრელი იქნება, ამდენად ბევრი ცუდი რამ მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში. ნაბიჯ, ულუფებად თავაზობენ ცუდ რეალობას, რომ ჩვენ ამას ნელ-ნელა ვეგუებით. ამიტომ ქვეყნის დატოვების გამოსავალი რეალურად არ იქნება გამოსავალი. რა თქმა უნდა, მასავრე დავანებოთ, ჩვენ თუ დავტოვებთ, ვიღაცები ვერ დატოვებთ და მათთვის იქნება ბევრად უფრო პრობლემური ამ ქვეყანაში ცხოვრება, ვიდრე ჩვენს დატოვებამდე იქნება. ამიტომ საუკეთესო გზაა, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილების მომავალი იყოს უზრუნველყოფილი, არის ევროკავშირი და შესაბამისად ევროკავშირისთვის ბრძოლა, აქტიურობა დღეს, ხო, ანუ არ გაჩვენება წინააღმდეგობის გაწევა. ევროკავშირში გასაწევრიანებლად ხო უკეთესი ფანჯარა არასდროს არ ყოფილა ჩვენთვის გახსნელი. და ძალიან დიდი შანსი არის იმისი, რომ ეს ფანჯარა ეხლა თუ დაიხურება, ძალიან დიდი ხანი აღარ გაიხსნას. საბოლოო გამარჯვების მისაღწევად აუცილებელი პირობა არის ერთობა. ინდივიდუალურად ყველა თუ არ იღებს თავის თავზე თავის პასუხისმგებლობას, ვერ იარსებობს ერთობა. ერთობა ჩვენ ხო რაღაცა კოლექტივი ხო არა ვართ, ხო? ანუ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ადამიანების ერთობა. თუ ინდივიდუალურად ყველა ჩვენ თავზე არ ვიღო ჩვენ პასუხისმგებლობას, ეს ერთობა ვერ იარსებობს. და ერთობის გარეშე რა თქმა უნდა საბოლოოდ გამარჯვებაც ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ერთობა ვერ იარსებობს თუ ჩვენ ყველა ჩვენ წილ გასაკეთებას არ გავაკეთებთ. და რა შეიძლება ეს იყოს, ანუ ყველამ ალბათ ჩვენ თვითონვე უნდა ვკითხოთ ჩვენ თავს, ანუ ვაკეთებთ მაქსიმუმს, ან რაც შეგვიძლია, იმის მაქსიმუმს ვაკეთებთ. თუ ვამართლებთ ჩვენს რაღაც ზონაზე მოქმედობას იმითი, რომ ნუ არ ვიცი, სხვა არ აკეთებს. არ აქვს მნიშვნელობა სხვა აკეთებს თუ არ აკეთებს. ჩვენი გასაკეთებელი რაც არის, ის ყოველთვის ჩვენი გასაკეთებელი იქნება და სხვა ვერა ვერ გააკეთებს ამას. კონკრეტულად რა უნდა გავაკეთოთ, ხო? ანუ აი ალბათ არავის არ შეუძლია ზუსტად ამის თქვა. ყველამ თავს უნდა უსვას ეგ კითხვა. და ცადოს გააკეთოს იმის მაქსიმუმი, ისე გაკეთება შეუძლია. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს არა ისე, რომ აი მე ამას გავაკეთებ და მე აუცილებლად აი გამარჯვება იქნება აი ამ მომენტში. არავინ არ იცის ეგ. მე მგონია რომ არავინ არ იცის. ბევრი ამბობს რომ იცის. მაგრამ რეალურად არ მგონია რომ ვინმე იცის, როდის იქნება ეს გამარჯვება. ან რა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს გამარჯვება დადგეს. მაგრამ ის ვიცი, მე მგონია ყოველ შემთხვევაში ეგრეა. ჩვენ თუ ჩვენ მაქსიმალურს არ გავაკეთებთ, ეს გამარჯვება ვერ მოვა. ჩვენ თუ არ დავთმობთ ჩვენ მიმდინარე რაღაც იკეთებს, იმის გამო რომ მომავალში ეს იკეთები გავცვალდეს ჩვენ შვილებზე და უფრო გაძლიერდეს და უფრო მეტი რაღაც იკეთე მივიღოთ. ამის გაუაზრებლად ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება გამარჯვების მიღწევა. ამ ჩვენ რეალურად არ გვჭირდება არის leap of faith, რწმენის ნახტომი. გადავდგეთ ესეთ ნაბიჯები, რომელზეც არ ვართ დარწმუნებულები, რომ ექნება შედეგი. თუმცა რომ არ გადავდგეთ ესეთ ნაბიჯები, არის სერიოზული შანსი, რომ დავკარგოთ ის მომავალი, რომელსაც ამდენი ხანია ვიბრძვით. და გადავდგათ ეს ნაბიჯები იმიტომ, რომ ეს ჩვენი პასუხისმგებლობა სხვისი არ არის, ჩვენია, კონკრეტულად ჩვენი. და ამ leap of faith-ის გარეშე ძალიან რთულია, რომ რაღაცა კონკრეტულ ხელმოსაჩინო გამარჯვებას მივაღწიოთ. სხვანაირად უბრალოდ ვიქნებით მუდმივ შიშში, რომ არ დავკარგოთ ის, რაც ეხლა გვაქვს, როცა რეალურად ამასაც კი ვკარგავთ, რაც გვაქვს, და მით უმეტეს ვკარგავთ იმას, რაც უნდა გქონოდა და კარგავენ ამას ჩვენი შვილები. და ჩვენ შვილებს მემკვიდრეობით გადავცემთ ჩვენს პასუხისმგებლობას. ჩვენი თავიდან ვირიდებთ და გადავცემთ სხვას. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესებით ახლა წარმატებას მივაღწიოთ, იმიტომ რომ თუ ესე არ მოხდება, სხვა ბევრ ცუდთან ერთად მომავალ თაობას მომავალ ესე წინააღმდეგობას დემოტივაციას უკეთებთ. იმიტომ რომ მათ ყოველთვის ექნებათ მაგალითი იმისა თუ როგორ არ იყო წარმატებული წინააღმდეგობა. და მივცემთ საბაბს იმ რომ იფიქრონ რომ წინააღმდეგობა შეიძლება აზრი არ ქონდა. რაც რა თქმა უნდა შეცრუა იქნება. უბრალოდ ხო იქნება ამას გავლენა. ყოველთვის იქნება საუბარი იმაზე რომ აი წინააღმდეგობამ არ იმუშავა. და ეხლა წინააღმდეგობას რა აზრი აქვს. და ერთხელ და სამუდამოდ მივიდეთ იმ ადგილამდე, საიდანაც მივდივარ თუ რამდენი ხანია. ერთხელ და სამუდამოდ არ ვიწევდეს იმის ფიქრი, რომ აი ეს თაობა კი არა, შემდეგი თაობა მოვა და ის მოაგვარებს. ვერ მოაგვარებს შემდეგი თაობა, მანამ სანამ ეს მიმდინარე თაობა და ის ხალხი, რომელიც ახლა დღეს ცხოვრობ და დღეს ვართ, დღეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის კეთილდღეობა, არ ავიღებ ჩვენ თავზე იმას, რაც რეალურად საჭირო არის. არ დავძლოთ იმ შიშს, რომელიც ყველას გვაქვს ალბათ.